16 დეკემბერს რუსული დრონების მიერ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი იერიშის შედეგად ზაპოროჟიაში 3 ადამიანი დაშავდა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ შენობის რამდენიმე სართული სრულად დაიწვა. მათ შენობის ზედა სართულებიდან 5 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. 3 პირის სამედიცინო დახმარების გასაწევად საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ებრძვიან ხანძრის კერებს მეხანძრეები და როგორ გახავთ შემთხვევის ადგილიდან ადგილობრივი მოსახლეობა. თავდასხმის გამო მთელ რეგიონში დროებით გაითიშა ელექტროენერგია, ასევე დააზიანა კომერციული ობიექტი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა 16 დეკემბერს უკრაინის მიმართულებით 69 დრონი გაუშვა, რომელთაგან 57 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს. რუსეთმა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზეც მიიტანა იერიში, რამაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის საწყობებში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. რუსული სადესანტო დრონების თავდასხმამ ასევე დააზიანა სამოქალაქო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგების აღმოფხრის ძალისხმევას განმეორებითი საჰაერო განგაში ართულებდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთმა ღამით ოდესას დრონებით შეუტია. თავდასხმის შედეგად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამ საწყობებში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ დაშავებულები და დაღუპულები არ არიან. ხანძრის ლოკალიზების პროცესი განმეორებითი საჰაერო განგაშის გამო გართულდა. მაშველებიც კი იძულებულნი გახდნენ თავი შეეფარებინათ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყვნენ უკრაინის ეროვნული გვარდიის სახანძრო დანაყოფები, 60-ზე მეტი მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა. 15 დეკემბერს ქალაქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის საჰაერო დარტყმების სამიზნე გახდა. ამის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდება 330,000 აბონენტს 16 დეკემბერს აღუდგა. 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას გამუდმებით ესხმის თავს, რაც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ხდება. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდია რთული, როდესაც მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.